სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა მითხრეს, რომ ზესაშვილი მოიაზრება თავდაცვის მინისტრად, იმიტომ რომ სად ზესაშვილი, მაგრამ როგორც მითხრეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გეკას რეკომენდაცია არის და ნუ გეკა ალაგებს ალბათ მდინარაძესთან და კობახიძესთან და არ ვიცი. ანუ მოხდება თუ არ მოხდება, მე ამისი ალბათობაც არ მაქვს და ეს შესაძლოა არც მოხდეს, თუმცა ძალიან სანდო წყაროს განამაქვს მე ეს ინფორმაცია თვითონ მათი გუნდიდან. თუ მოხდა რას ემსახურება ეს შემიძლია მე ახსნა და რა არის, ანუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. 2023 წლის გაზაფხულის აქციებზე, როდესაც პირველად რუსული კანონი მიიღეს, მაშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაერთოთ პროცესებში თავდაცვის სამინისტრო. თუმცა მაშინ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ალბათობით და ამას ხელს არ მოუწერდა, იმიტომ რომ ჯარის გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ნებართვა და განკარგულება არის საჭირო პარლამენტის წარდგენის საფუძველზე და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეპრინტათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმები და ჩაეცვათ და ასე თქვათ, აი ესე შავად გაეყვანათ ქვედანაყოფები. თუმცა მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს და შეხვდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. და ეს სასწრაფო წესით ეს საკითხი ისე ჩაფარცხეს, რომ საზოგადოებაში ეს თემა არ გასულიყო და არ გახმაურებულიყო. ეხლა შეიცვალა რამე? არ დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვალა. უბრალოდ რა არის, იცით, ზოგადად ამათი ფსიქიკა ხო, აი ამ რეჟიმის ფსიქიკა რეაგირებს შიშზე. შესაბამისად, ანუ ამათი შიში არის 4 ოქტომბერი და აი დამიჯერეთ პანიკაში არიან, ამას შესაძლოა არ იმჩნევენ, მაგრამ პანიკაში არიან და რატო არიან პანიკაში, ანუ რა მაძლევს ამისი თქმის საფუძველს, რაც შიდა კულვარებში ხდება, როგორც ქვედანაყოფებში, როგორც მაღალი თანამდებობის პირების საუბრებში, როგორც მათ ჩატებში და მათ დამოკიდებულებაში და თანმიმდევრობით გავყვეთ, ხო? ანუ კი, აი თქვენ აქცევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თუ უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზეო. არის გააქვთ ეს ინფორმაცია, რომ იქ არის ასეთი დამოკიდებულება? მე მაქვს ინფორმაცია, რომ არის ესეთი დამოკიდებულება. აგრეთვე მაქვს ინფორმაცია, რომ აქვთ ამისი მზაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ. და ის მოდელი, რომელიც ესენი თვლიან გეგმა ბესახით, რომ დაუშვათ, შესაძლოა ჯარი არც გამოიყვანონ, ან შესაძლოა უბრალოდ კომენდანტის საათი დააწესონ, ან ასე შემდეგ, მაგრამ აქამდე თუ მივიდა ქალბატონო ეკა პროცესი, დამერწმუნეთ, რომ ესენი დასრულებულები არიან, იმიტომ რომ მაგას უკვე ქართველი ხალხი აღარ მისცემს უფლებას და მეორე მხრივ ეს თავდაცვის სამინისტრო ძალიან სენსიტიური არის და ეს არ არის ესე თქვა ქვედანაყოფები და პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეიძლება ესეთი დავალებები მისცე, რასაც დაუშვათ აძლევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. ეს აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული არის თავდაცვის სამინისტროს მორალი, ფსიქიკა, სწავლების დონე, სამშობლოსადმი სიყვარული და ასე შემდეგ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული ფინანსური ინტერესები ამოძრავებდეთ, მაგრამ ესეთი მცირე არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. რას აკეთებენ? აი დღეს მაგალითად გუში რას აკეთებდნენ? გუშინ წინ ამას გეტყვით, რომ ანუ პირად შემადგენლობას კრიბავენ, ჯერ წარმოიდგინეთ იმ დონეზე არიან პანიკაში შეპრობილები, რომ აუკრძალეს, რომ ტელეფონებიდან წაშალონ სიგნალის აპლიკაციები. მხოლოდ გამოიყენეთო WhatsApp-ის აპლიკაციები. რომ კარგად მოусმინონ და გაშიფრონ ყველანაირი მიმოწერა. კი ბატონო, მოსაწევ ადგილებში, საცხოვრებელ ყაზარმებში, საკლასო ოთახებში დამონტაჟებული არის ფარული მოსასმენი აპარატურა. მოусმინონ. აგრეთვე ამ ადამიანებს აშინებენ, რომ თქვენ ეუბნებიან, რომ თქვენ გისმენთ და არა მარტო თქვენი ოჯახის წევრებსაც უსმენთ და ღმერთმა დაიფაროს ვინმე სადმე რამე გაგივიდეთ. ანუ შენ თუ როგორც ხელისუფლება, როგორც ინსტიტუცია, ხო, ანუ მართალი ხარ, სწორად აკეთებ ყველაფერს, დამაჯერებლად მიუყვები ამ პროცესებს, რატო გჭირდება მსგავსი დიალოგები შენს კოლეგებთან და თანამშრომლებთან? თუ არა გაქვს შიში და შიში შეპრობილი არ ხარ ერთი და მეორე, დარწმუნებული ხარ იმაში, რომ რასაც აკეთებ ეს დანაშაულია და ამისთვის გჭირდება ამ ყველაფრის გადაფარვა. მე ამ ადამიანებს ეუბნებიან, ნახეთ რა არის, ანუ როგორც საზოგადოებაში ცდილობენ შიშისა და ნიჰილიზმის დათესვას, ასევე ცდილობენ შიშის დათესვას მოქმედ თანამშრომლებში.
და ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მაინც არაფერი გამოვა, 4-ში არაფერი არ მოხდება, ანუ კობახიძეს აქვს ოღონდ გამანებულები ემზადებიან, ნახავდით ნოდარ მელაძის შაბათმა გადაიღო, როგორ ემზადებიან და არის ერთი სამზადისი და სწორედ იმ სამსახურის, რომელშიც თქვენც მუშაობდით ერთ დროს. კობახიძეს აქვს ნათქვამი და დაყვანილი ყავთ ეს კობახიძეს, ასე თქვა, ბრძანება პირად შემადგენლობამდე, რომ მოკლედ კობახიძემ ხო დაიქადნა რამდენიმე თვის წინ, რომ აქციები იანვარში დასრულდებოდა და დღემდე გრძელდება, ხო? ანუ ესე იგი ეხლა აქვთ დედლაინად აღებული 4 ოქტომბერი, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ თბილისში არაფერი საერთოდ აღარ მოხდება. ქვეყანა დაწყნარდება ამ რადიკალებს, ამ სამშობლოს გამყიდველებს და ვიზი არის საუბარი, ხო? ანუ საქართველოს მოსახლეობაზე არის საუბარი. ამათ დავასრულებთ და ყველა ქვეყანა დაწყნარდება, აგერში პარლამენტში შემოვლენ ოპოზიცია, ოღონდ ვის გულისხმობენ, არ ვიცი, ეს არ უთქვიათ. ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება და ქვეყანა დაუბრუნდება რელსებს. მეორეს მხრივ ეუბნებიან, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დაუშვათ სადღაცა ტელეფონში გავა, ამ ადამიანების მიმართ შეიძლება განახორციელონ რაიმე კონკრეტული სისასტიკე დაუშვათ და ესეთი ფაქტები 2024 წლის დეკემბერში მოხდა, რომ ადამიანებმა, რომლებაც გამოთქვეს სურვილი სამსახურიდან წასვლის შესახებ, ეს ადამიანები სასტიკად სცემეს ნურიოს მაშინ, ასე ვთქვათ, ხარება ზედამხედველობის ქვეშ, ნურიოს ბაზაზე, მაშინ ნურიოში სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები იდგა. და ამითი აშინები. ანუ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კატეგორია, ანუ რომელიც ამათი, ასე ვთქვათ, შიშის ქვეშ შეიძლება მოექცეს, იქნება მაქსიმუმ 3-დან 5%-მდე, მეტი არ იქნება, იმიტომ რომ იქ არიან ბიჭები, ალბათონო, აი საზოგადოებასაც ბევრჯერ მომისმენ იქ მუშაობენ ბიჭები, რომლებსაც 2004 წლის ამაჩაბლოს მოვლენები აქვს გამოვლილი, რომელსაც 2008 წლის ომი აქვს გამოვლილი, რომლებიც ორჯერ ბევნილები არიან თავიანთ ქვეყანაში და ძალიან კარგად იციან, ვინ არის მათთვის ისტორიული მტერი და სად დგას მტერი, რუსთაველზე თუ საოკუპაციო ხაზთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, თქვენ მე გეთანხმებით, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ლევან ხაბეიშვილის დაკავება და ზოგადად აი ყველა ოპოზიციური ლიდერის დაკავება, ელენე ხოშტარიაც აგერ და ციხეშია უკვე და ლევან ხაბეიშვილის ასეთ იზოლაციაში მოქცევა ამაზე მეტყველებს. ხაბეს შეთავაზება, რის გამოც პრინციპში ის დაიჭირეს, ის 200.000, იცით ეს ცნობილი შეთავაზება, ამან იმუშავა, ამან გარკვეული რაღაც გამოძახილები ჰპოვა, გაქვთ ამაზე რამე ინფორმაცია იმ სამსახურებში, რომელთა მიმართაც იყო მიმართული სწორედ მისი შეთავაზება. გაგცემთ მაგაზე პასუხს, თუმცა რადგანაც ელენე ხოშტარია ახსენეთ, აუცილებლად მინდა აი ამ თემას შევეხო. ელენე ხოშტარიას დაკავებაზე თქვენ ნახეთ კადრები, ექსპერტ კრიმინალისტები როგორ ზომავდნენ სახაზავით წარწერას. და ასევე თქვენი ხილეთ და საზოგადოება მიხილა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ 3 თანამშრომლის ჩვენება, რის საფუძველზე დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. მაშინ, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი არ აქვს, არათუ სისხლის სამართლის დანაშაული გამოკვეთილი თავიანთ თანამშრომლებზე, რომლებაც ჩვენი საქართველოს მოქალაქეების სასტიკად არბიეს ქუჩა-ქუჩა, ელენე ხოშტარიას წარწერას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სახაზავით აზომინებენ და მეორე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აწერინებენ წერილს, რომ თურმე ჩვენებას რომ თავი ვიგზენოთ შეურაცხყოფილად. ბიჭებო, გინტური რომ მოგიკლეს, მაშინ თავი რატო არ იგზენით შეურაცხყოფილად? ანწუხელიძე რომ გიგინეს, მაშინ თავი რატო არ იგზენით შეურაცხყოფილად? ანუ ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უბრალოდ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება და შეასრულეთ თქვენი ფიცი. გულში ჩაიხედეთ, რამდენმა იცით ზეპირად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ფიცი. უბრალოდ ხელი რო გაქვთ მოწერილი ფიცი, რამდენმა იცით ზეპირად. ეს შემოგთავაზა და ამაზე იგზენეთ თავი შეურაცხყოფილად და აი ამ ქმედებებით, ხო, აი ამ დამოკიდებულებით სახელმწიფო დღევანდელი რუსული ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად არ იყო ხარებას ფაქტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაშავებლად და კიდევ ყოველდღე უარესად ლაფსას ხავენ თავზე თავიანთ კოლეგებს და თავიანთ თანამშრომლებს. კი, ძალიან სამარცხვინოა. ირაკლი, უნდა დაგემშვიდობოთ. დიახ, თქვით და დაგემშვიდობოთ. ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება იმუშავა. რო არ ემუშავა ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას,
მაშინ ხელისუფლება ესეთ ნაბიჯებს არ გადადგავდა, რაც გადადგა. და დარწმუნებული ვარ, აი ამ შეთავაზებიდან, აი მარტო შეთავაზებაც არ მინდა რომ ანუ ამაზე ჩამოიკიდოს, ხდებით, ანუ აქ ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმუშავა. საზოგადოების ერთიანობა მიიმუშავა. აი დააკვირდით, აი დააკავეს აბეიშვილი და დღეს საზოგადოება რაღაცნაირად თვითორგანიზებული არის. ანუ თუ პირობითად მოლოდინი არსებობდა რომ შეიძლება გამოსულიყო რაღაცა X რაოდენობა, დღეს უფრო მეტი ადამიანი არის მობილიზებული და უფრო მეტი ადამიანი გამოდგა. კი, და ყველა ელოდება 4 ოქტომბერს, ყოველ შემთხვევაში სულისკვეთება ნამდვილად ძალიან მაღალია. ირაკლი, მადლობა აი თქვენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხილოთ 5 ოქტომბერს ახალი საქართველოს დაბადება, იმიტომ რომ 4-ში უნდა გაერთიანდეს მთლიანად ერი. უნდა გავერთიანდეთ არა რაღაცა ვიწრო მერკანტილური მიზნებისთვის, ან პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ ეროვნული მიზნებით და მადლობა. ეროვნული მიზნებისთვის ვიქნებით გაერთიანებული და ისე გავართ რუსთაველზე, მერწმუნეთ 0% აქვს შანსი ივანიშვილს ამ ხალხს რამე მადლობა დიდი.